მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიმხნევე, ძალა და სიხალისი. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენთან არის, ჩვენ ღმერთთან ვართ და მაგაზე მეტი რა უნდა იყოს. კარგი, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი და ისე ვიმყოფები ტრამალებში და ისეთი ადგილია, სადაც უნდა ვილაპარაკოთ და მით უმეტეს გავიდა ერთი კვირა და ჩვენ ტრადიციისამებს შევეხოთ ჩვენ პოლიტიკურ სიტუაცია და ჩვენ ვეთქმულ საქართველოს და იქ მიმდინარე პროცესებს რაც ხდება. უპირველესი თავის ტკივილი მე ამას თავის ტკივილს ვეძახი, მაგრამ არასასიამოვნო თავის ტკივილია, მაგრამ გადაიჭრება, აი როგორ ვარ იცი დარწმუნებული, მაგრამ ნურასდროს ნუ ვიტყვი ხო, მაგრამ ნუ არ ვიცი, აი შინაგანი ძალა და აი ძალა რომელიც იქიდან მომდის, ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა და რას გვეძახიან ჩვენ აგენტებს, უსამშობლოებს, უკვე დაგვიძახეს რადიკალებს და იმიტომ რა თქვეს, ხო, ურა პატრიოტებს. დავი რას იზარდო, დაგვიძახო, რაც არ უნდა დაგვიძახონ. გინდა ეს, მაგრამ როდესაც ეხება სამშობლოს და როდესაც ეხება ჩვენ მომავალს, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი შთამომავლების მომავალს, ავიდათ მით უმეტეს ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენ რას ვამბობთ ხოლმე, რომ ყველა ას მოვისმენთ, ყველა იმას, მაგრამ ჩვენ არა ვარდებით, ზედმეტ არავის არ ვაკადრებთ, სამწუხაროდ ზედმეტი რაღაცები მოგდის ჩვენს მიმართ, ჩვენი ფიქრების და ჩვენი აზრის გამო, მაგრამ ჩვენ როგორ ავად სიმშვიდე და შენი და მოიპოვეს სული შენი და ყველაფერს გადავჭრით. თან ჩვენ კიდევ რითი ვართ იცი უპირატესები და რატომ ჯობნი ვართ. ჩვენ თავს ვაკონტროლებთ, ჩვენ ემოციებს ვაკონტროლებთ და შეძლები დაგვარათ. შეიძლება ზოგჯერ ემოცია ამივარდეს, მაგრამ იქვე არ ვამბობ ხოლმე მეგობრებო, მითხარით ემოციას არ ავყვე. და აი წეგანად თქვი, რატო გვაქვს ჩვენ უპირატესობა? ჩვენ ვითმენთ, ჩვენ არ ვიციტყვაობთ და ზედმეტებს არ ვაკადრებთ ადამიანებს და უბრალოდ ჩვენი აზრი გვაქვს და ჩვენ ვალაგებთ. მაგრამ როცა მოწინააღმდეგე ადამიანი თავის აზრის გადმოცემა უნდა და ამტკიცებს ხო თავის რაღაცას და არგუმენტები რო არა აქვს, მერე უწყე გადმოდის შეურაცხყოფაზე, ზედმეტზე და ნუ რაღაც სისულელეებზე. რატო? იმიტომ რომ არა აქვს არგუმენტები, არ აქვს და რაღაცა ხო უნდა გამოხატოს, ეს ემოცია ხო უნდა გამოხატოს და ჩვენ რას ვეუბნებით? აგიდა ჩვენ გვიწვევთ. კარგი, თუ მოწვევაზე ხარ, მოდი აბა, ძალა მორევაზეა, მაგრამ ჩვენ ხო იცით, ჩვენ სვანაერი ხალხი ვართ, ჩვენი არხიდან გამომდინარე და ჩვენ რასაც ვამბობთ, ძალით საქმე არ კეთდება, ძალადობით საქმე არ კეთდება, საქმე კეთდება სიყვარულით, აზროვნებით, ლოგიკით და უფლით, რომელიც ჩვენს უკან დგას. ეხლა შეიძლება ზოგიერთმა მითხრას, ძალიან დიდი შენ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვსო, შეიძლება შენიშვნასაც მივიღებ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ მე ვგზნობ, რომ უფალი ჩვენ გვერდზეა და ნუ რა ვიცი, გინდა ასე თქვით, გინდა ასე, ნუ მე ხო მაგ უფლებავთ ხო? მე ვგზნობ, იმიტომ რომ ჩვენ მართალი ხალხი ვართ და ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ვფიქრობთ მომავალზე. ნუ ასია თუ ისია, ამ საქართველოში ამ არაბიზაციის და ამ ინვესტიციის შესახებ არ წყდება ჩაბასი, ლაპარაკი 1000 რაღაცას ვგებულობთ, მაგრამ ჩვენც მოდი დავაფიქსირებთ ამ იმას და ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე, რომ ვიდეოს წინადადებას ვიტყვით და იმ წინადადებით ვამთავრებთ. ფაქტურად ასაც ამით გამოვსახავ და მე ავხსნი. მე პირადად აკაკი გეგენავა, საქართველოს მოქალაქე, თბილისში დაბადებული ჩვეულებრივი მოქალაქე, ყავს ოჯახი, მიყვარს სამშობლო, მიყვარს ტრადიციები, მიყვარს ჩემი ეკლესია, მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი ცუდით, კარგით, ყველაფრით ვაცხადებ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არაბული, ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის არაბული კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მაგ პროექტზე და აი ეს განვავრცო.
ამას ვიტყვი და მე აი პირდაპირ ვამბობ, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ სული მიდგას პირში, ამას მე არ შევცვლი და ასეთ პროექტებზე და ასეთ გეგმებზე ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი, კატეგორიულ წინააღმდეგი. რატო მეგობრებო და აქ არის ძალიან მარტივად რა. მე ხლა ეკონომიურ განხილვას არ დავიწყებ, ძალიან ბევრი ვიდეოები ჩავდე ჩვენ ამაზე. ცუდია, კარგია, ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ და ასეც არის ბევრს ლაპარაკობენ და არჩევენ, მაგრამ მე საწყისი და ჩვენი ჩემნაირი ადამიანებს, რომელიც მე ხარს მიჭერენ და რომელიც ხარს მიჭერენ იმდენად, რამდენად ჩემ აზრს იზიარებენ. მან არის ერთი საკითხი. საქართველოში დემოგრაფიულ ცვლილებას ჩვენ არ დავუშვებთ. ნუ გამოგვივა, არ გამოგვივა, მაგრამ მე კატეგორიული ვიქნები. არავითარ შემთხვევაში ამ პროექტში და ასეთ პროექტებში ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ქართული გენი, ქართული ჯიში, ქართული მოქალაქეები საქართველოს გახდება უმცირესობაში და ეს იქნება უკვე კატასტროფა. შეიძლება ბევრ რაღაცაზე თვალი დავხუჭო, ესეც არ არის სწორი, მაგრამ ზოგი იტყვის, რომ არ შეიძლება ასე ბრძოლა, იმიტომ აქ სოფლიოს და გლობალიზაციას და ყველაფერს აქვს თავისი წესი, მაგრამ ამ შემთხვევაში არც წესი, არც რაღაც საერთაშორისო წესები ის პირადად ვერ მივიღებ თუ ჩემ სამშობლოში და ჩემ ტერიტორიაზე, სადაც მე გავიზარდე, ქართველები გახდებიან უმცირესობანი. ზოგი ეხლა კომენტარებში მეუბნება აკაკი დაწყნადი, მოусმინე პრემიერ-მინისტრს, იქ საგანგაშო არაფერი არ არის. მე მოусმინე პრემიერ-მინისტრს და პირიქით საგანგაშო კი არა, კატასტროფას იძახის. პირიქით იმას იძახის და იმას ამწვავებს, რაზეც ჩვენ ნერვიულობთ და რისიც გვეშინია. და რას ამბობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი? თურმე საქართველოში ყოველ წელიწად 15,000 ბინა იყიდება უცხოელებზე. ეს სტატისტიკა მზარდია და ბიზნესისთვის კარგია. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ბიზნესისთვის ეს კარგია, ეხლა ვიღაცამ ააშენა სახლი და უნდა გააყიდოს, ფული უნდა მოიგოს, მაგრამ ეხლა ქართულ ბაზარზე ვერ ყიდის, იმიტომ ქართული ბაზარი ვერ აკმაყოფილებს, უბრალოდ ქართული მოსახლეობა ვერ ყიდულობს და უცხოელებზე ყიდის. ეს კი მართალია, სულად ძალიან მაგარია, მაგრამ მე რაში მაინტერესებს? მე ვწერდო და უყურეთ და სტატისტიკას წერდება, ესე იგი 5 წელიწადში 15,000 სახლი რო იყიდებდეს, ორი კაცი ხომ მაინც არის, კაი 30,000 კაცი 5 წლის განმავლობაში 30,000 კაცი საქართველოში მატულობს. ხათახა ზოგი იტყვის, რომ აი ის იყიდის, ის ყოველთვის ხარ იქნება სახლში, კაი ახლა 20,000 ბავშვი გაშრდება, კაი და ეხლა არაბულ პროექტზე 9,000 ბინა გაიყიდებაო და ესო არაფერი იმასო, რა ქვია, არ იმოქმედებსო დემოგრაფიაზო. მეგობრებო, აი ელემენტარულად დააფიქრდით. აი ზუგდიდში რამდენი, აი გორში რამდენი ადამიანი ცხოვრობს? დიდი 15,000 ხო მაქსიმუმ. ზუგდიდი, აი ესე იგი ერთი გორის მოსახლეობა მოვიდა აქედან ზუგდიდში, ან რომელიღაც რა ვიცი, თბილისია ხო მილიონზე მეტი, თორე სხვა ქალაქებში 15-20,000-ზე მეტი არის და წარმოიდგინეთ ეს ასე გაგრძელდება და ამას სიამაყით გვეუბნება ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ამით უნდა ვიხარო და პირიქით მაგი უფრო მადარდებს, რომ მე უმცირესობაში დავრჩები. როგორ დარჩები უმცირესობაში გეუბნება, რომ ჩვენ გავაკონტროლებთ. როგორ გააკონტროლებ, აი ვერ გავიგე, აი რაოდენობრივად ბევრი იქნებიან და შე როგორ გააკონტროლებ. მერე არ მივცემ საფუძველი, ჯერ ესეთი კონკრეტულად მე ჩვენ კატეგორიად უყეში უნდა შეწყ. აბა ადრე როგორ იღებდითო, ხო იღებდითო, ხო ადრე არ ვიცოდეთ, ახლა ამ ხელა ინფორმაცია რა ვიცოდეთ და თუნდაც რო ვიცოდეთ, ახლა რაც ხდება ბათუმში, აი ბათუმში შეხედეთ, ხო? კი, მოხდეს ასე და უნდა შეწყდეს ასეთი რაღაცა. მე პირადად ეძახია რუსებზე არ ეძახიო იმაზე, რა შუაშია რუსები რასაც არ მინდა ჩვენ არ მინდაზეც არ არის რეალურად არის უმცირესობაში დარჩებით მეგობრებო. აი წარმოიდგინეთ რა მაგალითი აიღოთ, აი ამერიკაში ვართ ახლა ჩვენ, ახლა ამერიკა ცოტა სპეციფიკური თემაა, მაგრამ აქაც ინდიელები რო ცხოვრობდნენ, ნუ წამოვიდა ახლა დიდი ქვეყანაა და ამდენი, ნუ ახლა ისტორიას ნუ მომაყოლინებთ, წამოვიდა ეს ხალხი და სად არიან ახლა ინდიელები? ნახეთ, რა ვიცი თუ ჩაგვივარდება მეც გადავიღებ. რეზერვუარებში არიან და უბრალოდ შეხედეთ მაგათ თვალებში ამ ინდიელებს, რა მხერცრები და რა უნდა გააკეთოს ახლა იმ ინდიელებმა, ხო?
200-300 წელი გავიდა და ასე გვინდა მეგობრებო ჩვენს ქართველები რეზერვაციაში ვიყო და საქართველოში უმცირესობაში ვიყოთ. ეს არის ჩვენი მომავალი და რამეს გააკეთეთ? წარმოიდგინეთ მეგობრებო. ინდოეთი, პაკისტანი, აი მთელი ეს აზია მოდის ეს ხალხი ხო? რა გააჩერებ? რატომაც არა თუ საქართველოში ექნება საშუალება ეხლა ის ინდიელი და თქვათ ის არაბი და სიტყვაზე სხვა სადაც არა აქვს ფული ნიუ-იორკში და იცით ინგლისში და იმაში ვერ იყიდეს ამ საშუალებას ხო? მაგრამ საქართველოში ძალიან თავისუფლად იყიდეს. რა ვიცი რა მათემატიკა და ეს არის საამაყო და ადამიანები მეუნებიან აი მოусმინე პრემიერის გამოსვლასო და ამაში ყველაფერი დაწყავთ. სტუდენტები კი არა უფრო გავგიშდი. უფრო გადავიე, მაგრამ ჩვენ მეგობრებო როგორ ავართ გაგიჟება ჩვენ არ გვაწყობს ჩვენ რაციონალურად უნდა მივხედოთ ამას ყველაფერს. გამოიდგინეთ 10,000 უკვე რამდენი გამოდის წელიწადში 10,000 ნუ თქვა 20,000 უკვე 5 წელიწადში მილიონი ადამიანი გეყარა რამდენი გამოდის 20,000 სიტყვაზე წელიწადში 5 წელიწადში 100,000 150,000 და ეს არაფერს არ გიქნისო და რა ვიცი ახლა ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრები და მთავრობის ხალხი არ ვიცი ალბათ ფეხით არ დადიან და უბრალოდ გაიარონ. აი კიდევ ერთად ასეთ მაგალითს მოვიტან მე ხო იცი მაგალითები მიყვარს ხოლმე ზოგჯერ ჩემი მაგალითები არ მოსვათ ადამიანს მაგრამ აი წარმოიდგინეთ ავტობუსში როგორ გვეუბნებიან ის აი ჩვენმა მთავრობამ მიყვარს ავტობუსში და ავტობუსში დაждდა თქვა 5 ქართველი და 20 არაბიან რაღაცა და უცბად მიყავს ვითომ ამ რუს და გონია ამ ძღოლს გონია რომ ყველაფერი კარგად როგორც უნდა ისე წაიყვანს მაგრამ ამ დროს ეხლა არაბება რაღაცა მოინდომე და მეგობარო იცი იქ თუ წახვალ იქითკენ წადი ეს ეთქვის არა მე არ წადი იქი და ამ დროს დაადგება ეს 20-30 კაცი რაქვია ავტობუსის და ის 5 ქართველი რომელსაც არ უნდა წასვლა იმათ წინააღმდეგ წავლენ აი მარტივი ელემენტური რაღაცა და ასე უყურებენ ჩვენი მთავრობა და რა ვიცი ადრეცა ვთქვი რომ რა ვიცი აი არ ვიცი ან რა უნდა იყო არა მაგ არ არის აქ შეულებრივით რაღაცა ძალიან მაგარი ინტერესია ნუ ფული გასაგებია ახლა ინვესტიციას გაიძახიან მაგრამ რო უსმენ ხოლმე ამ ეკონომისტებს კაცო ფულს რატო უნდა გადამაყოლო ჩვენ თუ არა გაქვს ეს საშუალება სხვა იმით შემოხვიდე სულ არ მინდა მაშინ მე ვისუტოვებ ამ სამშობლოს რომ ის 10-15 წლის რატო აი ადამიანები რითი ცხოვრობთ იმითი ცხოვრობთ რომ ჩვენ შვილებს ჩვენ შვილიშვილებს დაუტოვოთ ქვეყანა და ვისუტოვებ და არა ქართველობა არ დაიკარგება როგორ არ დაიკარგება მეგობრებო სიტყვაზე ბავში რომ მიიყვან ბავშვს და ჯგუფში 20 ბავშვიდან 3-4 ქართველი იქნება და დანარჩენი სხვა ჯიშის და ეხლა შენ იმაში შეუნარჩუნებ და რაც არ უნდა უკითხო ის ლექსები და წიგნები და ჯერ ესეთი არც ლექსები და წიგნებს ვკითხო რომ ზოგადად ჩვენი თანამედროვე დრო ისეთი მოდი შენ გაზდი ქართული ტრადიციებიდან და ქართული მებიდან რა ვიცი აი და ამიტომ ამაზე ჩვენ კატეგორიულ წინააღმდეგები ვიქნებით ნებისმიერ დროს გამორიცხულია რა შეეხება ის ეკონომიურ მდგომარეობას მაგრამ მეგობრებო ის ადამიანი რომ მოვა ჩვენ ამდენჯერმე გვაქვს დადგა მეჩეთებია თუ სალოცავებს აუგზალაო ბიჭო როგორ ახლა კიდევ რას ამბობენ დუბაი ხო დუბაის მაგალითზე ბიჭო დუბაი გასაგებია და ყატარი და დოხაში როა თქვა აი დოხაში ყატარში როგორ არის 5,000 არაბია ადგილობრივი და ამუშავებენ პაკისტანებს გონი მილიონობით რაღაცა მაგრამ ის უდაბნოა და ვითარდება და ჩვენ საქართველოს უდაბნო ვართ ერთი გამოდიან ხოლმე აი იცით დუბაიში რა ცხოვრება და რა უმაღლესი ცხოვრება რა ცხოვრებაა მეგობრებო მაგარი სახლებია მაგარი მანქანებია მაგრამ სახლიდან ვერ გადიხარ ეს იგი მაღაზიიდან სახლიდან მაღაზიაში მაღაზიიდან რაღაც მოლზე რაღაცა და აბა გადი იმ შენობის გარეთ გაიდეთ 200 მეტრას ვერ გაი ისეთი სიცხე და ის არის და სულ ქვიშაა და მაგიდა აი რა შედარება აი ვერ ხვდები რა მოდა აი უცხოელებიო ხო ყიდულობენო დუბაიში კაი ყიდულობენ ხა ჩამოვა მაგრამ ჩვენ და რო იყიდეს ეს გაისეინებს და უბრალოდ ელემენტარულად ეხა წერანას თქვი უბრალოდ ეს ჩვენი თავრობის ხალხი და ეს ადამიანები ვინც არ ვიცი თანახმარიან ამ ინვესტიციაზე და ამ ინვესტიცია არ არის ეს ჯერ ესეთი ამ პროექტზე უბრალოდ ქუჩაში გაიარეთ რა გაიარეთ აი მე ახლა რუსთავეზე მაქვს ოფისი რო დავდგები ხოლმე იქ სიტყვაზე ჩემ კარებთან ოფისთან ერთი აი მე რო ჩამოვარ მე გადავიღებ და აი ერთი წუთის განმავლობაში რამდენი ქართველი გაივლის და რამდენი უცხოელი
და მე გეტყვი წინაზე 10 კაცი და 1-2 ქართველი თუ ნახე, მადლობა უნდა თქვა რა. და ასე მთელი მაშია და რა ვიცი, ეს არ არის პრობლემაო და ჯერ აქამდე არ მისულა, ჯერ როგორც იცახიან 300-ად რამდენია ჩამოსვე და მე რა იქნება და ამაზე რატო არ ფიქრობენ? ან რატო ასე ზერელად უყურებენ ამ საკითხებს? არა ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ასეა რა. მე ეხლა მინდა ერთი თემა შევეხო, აი სამწუხაროდ არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ შეუძლებელია, იმიტომ რომ ქრისტიანი მე ჩემი თავიანა და ქრისტიანი მებრძოლი ადამიანია და უნდა ამხელდეს და არ არის ყველაფერზე თვალი დახუჭო რა. და ჩვენი მორწმუნე საზოგადოების და განსაკუთრებით საპატრიარქოსი. აი ვერ ხვდები რა, აი ელემენტარული გასაგებია საპატრიარქო არის საპატრიარქო, აი მორწმუნეთა ხელმძღვანელი, ნუ საერთოდ მორწმუნე რო არის ადამიანები რო არიან აკრიებას მორწმუნეები იმათ უნდა ხელმძღვანელი წემსი ხო? ნუ საპატრიარქოს ასე განვიხილო ხო? და წემსი უნდა ზრუნავდეს თავის ფარაზე ხო? და ხედავ რომ ხალხი ღელავს, ნერვიულობთ და არაფერი ხმა არ ისმის. რაღაც კერძო მღვდელი გამოდის, ის გამოდის და ეხლა ჩვენ სულიერად იმაზე ვინც უნდა იზრუნოს ხო? ქრისტიანების, რომელიც ქრისტიანობა უნდა გავცირდეს და დავიცვათ ჩვენი რა ქვია სარწმუნოება ხო? კაი, თქვა თუ შენ რაღაცა არ გეტა, რაღაცა თქვი, რაღაცა პოზიცია დააფიქსირე, მაგრამ აქ უკვე 1000 ეჭვები მოდის ხო? რა ხდება? ჯერ ისედაც ეკლესიაში ახალგაზრდობა არ მოდის, რომ ისედაც ვიცით რა ხდება და ბევრი ცუდი რაღაცები ხდება, გასაგებია, მაგრამ მე მამისთვის პასუხი მაქვს ხოლმე ლაპარაკე რომ მე ეკლესიაში არ მივამღვდელი, ასეთია, ესეთია, ეს ჩიპი ხავს, მაგრამ მე ყოველდღიურად ფოტოს რას უყურებ, შენ უნდა წახვიდე ეკლესიის სწავლებას უნდა მოусმინო იქა და იმას უნდა მიყვე და ასე ვეუბნები ხოლმე, თორე განა ჩვენ არ ვიცით რა მინუსები ხდება, ეს გასაგებია, ხა იქაც ადამიანები არიან, ყველგან ადამიანები, მაგრამ საპატრიარქო აპატიად მეგობრებო, მაგრამ ძირეულ მიმართულებას არ აქცევს ყურადღება, რა ძირეული მიმართულება ერში არის შფოთი, რომელიც გადავა ცუდ ამბავში, ხო? იქ მუსულმანის ელემენტარულად დაფიქრდეთ, მეგობრებო, კაი, მთავრობა იძახის ეკონომიკა და ფული გვინდა, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა, ეხლა რო იქნებიან ეს არაბები, ეთი ვიღაცა შეუჩხიკინებს. ეხლა მე კი ვეთქვათ ასე თუ ისე ასაკში ვარ და არ ვიჩხუბებ და რაღაცას თავ შევიკავებ, მაგრამ 20-30 წლის ბიჭო ვიღაცა შეუკიკინებს და იქ არაბთან დაიწყებს შხულს, ფიზიკურად იძალადეს, იქ არაბი დაიწყებს, ეს გინდათ. არ უნდა, კაი, შფოთში ვართ, რაღაცა თქვათ, მე ვერ ხვდები, ან უფლება არა მაქვს, მაგრამ მე ნერვიულობ, იმიტომ მეც მიმაჩნია ჩემი თავი ქრისტიანობა და მე ვიცი როგორც ქრისტიანი, რომ როცა არის საზოგადოებაში შფოთი, ეს უნდა დააშოშმინო, მაგრამ საპატრიარქო არ გამოდის და ხმას არ იღებს და ალბათ იმედია გამოვრა და იტყვის თავის საზოგადოებას რომ რა პოზიცია უკავია. კაი, შეიძლება რაღაცაზე ეთანხმებოდნენ მთავრობას, არ ეთანხმება, გასაგებია, მაგრამ რო ხედავ რომ შენი საზოგადოება შფოთშია და ასეთ იმაშია და ეს შფოთი რაში გადავა და როგორ გადავა, ხმა და რაღაცა მოქმედება არ უნდა გააკეთოს. მაგრამ მეურდები, მეგობრებო, მეურდები რომ მე იმედია რომ გამოვლენ და რაღაცას პოზიციას იტყვიან და პოზიცია რომ იყოს სიწყნარე და დაშოშმინდეს ეს საზოგადოება. ძალიან მარტივია რაღაც. ასეთი რაღაცა რომ ნუ გეშინია, დიახ, მეშინია. იმიტომ კი რა არის, ეხლაც ვიჩხობ, გან არ ვიჩხობა, მეშინია, იმიტომ ვერ მოვერევი. მე რო ვარ ჭიანჭველა და ახლა ძალა მოდის და ამხელა ეხლა წინა ვიდეოზე რო თქვი იქ მახჩობელა იხჩობა, შულკან აღარ გეკნება განადგურდები და დავჭებით უმცირესობა, მართლა მეშინია. და ყოველთვის რადიკალურად მოწინააღმდეგე ვიქნები ასეთი პროექტების საქართველოში. ეხლა იტყვიან, აი სხვა ისევ ეკონომიკაზე გადავალ, აბა რა ვქნათ, სხვა ბიჭო როგორ არ აქნათ, წყალი განავითარე, სოფლის მეურნეობა განავითარე, რაღაცა ტექნოლოგიები მიიღე. რა ვიცი, ეხლა ასე უცბად ძნელია ეხლა ჩემთვის ასე დავждე და ამათ დაждობა უნდა, ხო? და პრობლემებსაც გავაკეთებ და ისა ჩამოვაყალიბებ და გაგაცნობ რა ეხლა შეძლები დაგვა. კიდევ აი ესეთი რაღაცა ეხლა გამოდიან, ხო, კიდევ აი რა ჩემი ოპოზიციის კი მაგ პრეტენზია და პრეტენზია ალბათ მეც სინადა მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არა ვარ, მაგრამ უყურეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა რომ რამე კითხვები თუ გაქვთო
რამე თუ შევხვდეთო და ვილაპარაკოთო. რას მიკეთებს ოპოზიცია? შეხვდით, დისკუსიაში შედით. ეხლა მე არა ვარ პოლიტიკური პარტია, მაგრამ შენ რას აკეთებ შეიძლება მეთქე. მე აგერ მაქვს ჩემი ტრიბუნა ცოტა ესე სიტყვა, აქ მე ვიდეო არ ხედავ, მე ამით ვცდილობდა. თუ მე დამპატიჟებენ, ეხლა მე ჩამოვარ დეკემბრის ბოლოს და იმედია მაგამდე ეს ყველაფერი მოგვარდება და დაწყნარდება სიტუაცია და არ იქნება. მე ნებისმიერ გინდა პრემიერ-მინისტრი, გინდა ვინც არ უნდა დავждები გვალმაგიდაზე, დამსვა ტელევიზიის წინ საზოგადოება ვიყუროს და მე ვარ მზად ამისთვის თუ მე დამპატიჟებ ეხლა მითხრა შენ ვინახარ ეხლა არა მე ეხლა просто უბრალოდ აკეთე პატარა საქმეები მაქვს მაგრამ ჩამოვარ და გავაკეთე და იმედია ერთ თვეში ეხლა სასწაული არ მოხდება საქართველოში და მე პირადად ნებისმიერმა ჟურნალისტმა თუ რაღაცა თუნდაც პრემიერ-მინისტრმა თავრობაში ნებისმიერ დროს მე თანახმავად ტელევიზიის პირდაპირ საზოგადოების პირდაპირ ვილაპარაკოთ ამ თემებზე მაგრამ სანამ მე მივარ იმედია ალბათ ოპოზიცია ამას გააკეთებს. და საბოლოო ჯამში ხა ჩვენ კი ვლაპარაკობთ ცუდია, კარგია და ვიძახი რადიკალიზმი და ის, მაგრამ აქ ერთადერთი გამოსავალია მეგობრებო, არ ვიცი, აქ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არაფერი. საქმე რა არის გამოსავალი? გამოსავალი მე ადრესა მაქვს რა თქმა უნდა, ეხლაც ვიტყვი და მომავალშიც ვიტყვი. იმიტომ რომ ძალადობაზე საქმე აი მე მიდი გამოტარე ეს სხვა თემა. რეფერენდუმი ჩატარდეს რეფერენდუმი არ ვიცი წერილობითი ტელეფონით ინტერნეტით ჩატარდეს და დაწყნარდება ყველაფერი მაგრამ თუ ეხლა არ გინდა რაღაცა მე არ ვიცი რა მე მგონია ცივილიზაცია რეფერენდუმი ეხლა რომ ითხრან ეხლა რომ მიიღეთ საზოგადოებამ თუ მიიღო კანონი რომ უმრავლესობით რეფერენდუმის ამ ცისფერების იმაზე ხმის ამომგები არ ვარ თუ ამაზე დათანხმდნენ ამ ინვესტიციაზე რეფერენდუმით ვარ ხმის ამომგებ კი ჩემთვის უკმაყოფილო ვიქნები მაგრამ მე რა უფლება მექნება მაგრამ ჩატარდეს რეფერენდუმი არავინ არ იქნება რაღაცნაირად უსამართლოს შეგრძნება არავის არ ექნება და იქნება თავრობამ თუ საზოგადოებამ მიხვდნენ რეფერენდუმის შედეგს და რეფერენდუმიდან გამომდინარე იმოქმედონ მომავალი გააკეთონ მომავალი საქმეები და ასე შეიძლება. რა ვიცი აი მეგობრებო აი ესეთი ვიდეო ჩავწერე მორიგი ეხა ეს იყო მორიგი მე-6 მე-7 მე იყო თორე ჩვენ რა ცოტა საქმეები ვარ ცოტა რა იმედები გისა საქმეები გვაქვს და რაღაცეები მაგრამ შეძლები და გვარად ვიდა წნარად ჩვენ ზოგჯერ ეხა მეც ნერვები მომაწვება ხოლმე რაღაცა მაგრამ მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო ეს ისა თორე არ ჩვენ გვინდა ჩხუბი არ გვინდა დაგადაგა არ მაიმუნობა არც ისა და მე ისევ და ისევ მეორდები მეგობრებო ნებისმიერ დროს მე თუ დამპატიჟებენ თუ დავწერ მე ჩამოვა თბილისში და დავწერ იმ განცხადება და მოვითხოვ იმასთან რა ქვია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა თუ მიმიღებენ თუ არა და ნუ რა ვიცი ეგა ნუ კაი მეგობრებო ეხლა არ მინდა ასეთი ცუდი ტონი დავამთავრო ცუდი ტონიც არ არის просто გონი საქმიანად ლაპარაკობთ ხო და უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი და ეხლა იტყვი აი ბიჭო უკვე ხელი მოწერილია ის მოწერილი ნუ რა ვქნათ მოწერილია აი ჯარიმას დაგადე ნუ მაშინ რა ვქნათ დაატო და ვაქნათ მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დაუშვებთ რომ ჩვენ უმცირესობაში ვიყოთ ქართველები, ქართული გენი, ქართული ტრადიცია და უბრალოდ ჩვენ ქართველებს სათაურია მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ პროექტის და ყოველთვის პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე ვიპასუხო და გავცე პასუხი. აი ეს ამბავია რა. კარგით ამა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება დამშვიდდება და ისედაც არეულია სიტუაცია ხანი ისა მაგრამ ჩვენ ჩვენსაც მივხედოთ და ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო. რატო იცით მეგობრებო? მოქმედეთ ღმერთის გზით, ღმერთის სწავლებები და ღმერთი არ მიგვატოვებს. არავითარ შემთხვევაში არ მიგვატოვებს. თავარი ის არ ვაწყენინოთ და მისი სწავლებები გავაკეთოთ. ამიტომ ჩვენ გავიმარჯვეთ. კარგით აბა მომავალ საინტერესო ვიდეოები მაქვს ჩაწერილი და ნენელა მიყვები და ამ პოლიტიკურ თემაზე ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. კარგად.